ახლა უნდა მოვიწვიოთ სტუდიაში მსახიობი ლაშა კანკავა და ასევე რეჟისორი, რომელიც იღებს ფილმს მეგრული დეიოფები, სადაც ერთ-ერთ ძალიან სახასიათო და სრულიად განსხვავებულ როლს თამაშობს ბატონი რეზო შეკუშვილი. ლაშა კანკავას ვთქვი. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენ. თავიდან თქვენ და ბატონი რეზო შეხვდით როგორც კოლეგები ფილმი 6 მეს გადაღებისას. მერე იყო არაჩვეულებრივი ბენეფისი რუსთავში რეზოსი, რომელიც თქვენი მეცადინეობით ჩატარდა და მართლა დღესასწაული იყო. აი მე გამახსენდა ის გამოთქვა, რომ მანქანებით მოდიოდნენ თბილისიდან რუსთავში, აი ისევ იგივე მოხდა რეზოსთან შესახვედრად ამდენი მაყურებელი და ახლა უკვე ფილმი, სადაც თამაშობს რეზო ერთ-ერთ მთავარ როლს. კი, საკმაოდ საინტერესო ისეთი შემოქმედებითი საღამო გამოვიდა, ამაზე ვისაუბრებ. პირველ რიგში მადლობა ბატონ რეზოს, რომ გვენდო ამ გამოყვა ამ თემაში, იმიტომ რომ შემოქმედებითი საღამო ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, იცი რაღაცები მანამდე გამიკეთებდა. შემოქმედებითი საღამო, ანუ არ მქონდა ისეთი რაღაც გაკეთებული და ძალიან მარტივად გადაწყდა ამ საღამოს გაკეთება. ბატონ რეზომ რამდენჯერმე ახსენა, რომ ისე კარგი იქნებოდა რუსთავში რაღაცა რომ გაგვეკეთებინაო და ერთხელ შემთხვევით მეგობრებთან რაღაც ღონისძიებაზე წავიყვანი. და ბატონი რეზო რო შევიდა ღონისძიებაზე, იქ ისეთი ამბავი მოხდა, რომ ანუ ღონისძიების გმირები დავავიწყდა ყველას და ბატონი რეზოს ირგული შეიკრიბა მთელი ღონისძიების განმავლობაში. რეზო სადაც მიდის, ყველგან ასერდება. და ანუ იქ მოვიფიქრო, არა, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს რუსთავში, იქ სადაც ბატონმა რეზომ დაიწყო თავისი შემოქმედებითი ცხოვრება და პროფესიულად საკმაოდ ჩემთვისაც ძალიან დიდი გამოცდილება იყო და აი ხო გეუბნებით, გახსოვს ხო, ან წამყვანი ბრძანდებოდით და ჯერ სიტყვა არ ქონდა ნათქვამი, დარბაზში რომ შემოვიდა, ხალხი ფეხზე წარმოუდგა და ტარს უკრავდა რამდენი ხანი, მე ბატონ რეზომ გააჩერა თვითონ კულისებში ვიდექი და არ ქნა, აქედან მოიწევდა და არ ქნა, აცალე ცოტა ხანი, აცალე, იმიტომ რომ იმდენად მონატრებული იყო მაყურებელს. დიდი მაყურებელი, მადლობა რომ 56 წლის შემდეგ ეს ოცნება ამისრულე და დამაბრუნე იმ თეატრში, სადაც ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება დაიწყო და ჩვენი შემოქმედებითი აკონი დაიწყო. სანამ ლაშა ფილმზე დაიწყებს საუბარს, არ ვახსენოთ პროექტი ვინ არის, სადაც რეზომ გააოქნა ყველა და ყველა მეკითხება როგორ გამოიცანი. ერთადერთი ფრაზა მან თქვა, რომ ჩემი ვაზის ყვავილობა დიდი ხნის წინ დაიწყო და ვაზის ყვავილობა არის ფილმი, რომელშიც ის სატელევიზიო ხო გოდერძის ეროსისთან და მედია ჩახავასთან და ერთად და მეორე მინიშნება, როცა თქვა, რომ ექიმების ოჯახიდანო და რომ გამოიტანეს ის რა ქვია ფონიდოსკოპი და იქ აი ამ ორი კავშირით გამოვიცანი, მაგრამ ეს იყო რაღაც აი გასაოცარი, აი ასაკსაჯობე. ყველას გვეგონა რომ იყო 20-22 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ანგრევდა ყველაფერს. ძალიან მიხალეს და ძალიან ბედნიერი ვიყავი. თვითონ ეს ექშენი, ეს დაბალობანას თამაში და არც ოჯახის წევრებმა არ იციან, ჩამოდივარ თბილისში, რატო ჩამოხვედი? რატო ჩამოვედი და ხო ყველაზე კარგი ის იყო, რომ ამ პროექტში ლაშამ ხო არ იცოდა, ლაშა მიკეთებს 46 წლის შემდეგ შეხვედრას რუსთავში, ბანოს რეპეტიცია, აი ამ დღეს ამცალია, რატო? ჩემი პროექტი მაქვს, მაგრამ არ წამოვწდეს. ამ დროს შენ ახარ იქ. წამოვწდეს. შენ. რეზოს ვეკითხები, ისა, სად მიდიხარ? ой, რეზო, ეხლა ერთი პროექტია, ვინ არის? უნდა წავიდე და მე დაგირეკავ. ეს რომ მიდის, მივხვები ჩუმად. რეზო, დავამთავრე პროექტი, სად ახარ? მე იქვე ვარ, იქვე. აქა ვარ, შენ სად ახარ? რაღაცა ხმებს, ვაიმე რა იყო. ლაშას ბოლომდე არ გავაგებია. საინტერესო იყო, რომ ურეკავდით, რომ დაგხვდებით აეროპორტში. არა, იყო, სად გინდა, ან გაგაცილებთ ისეთი, ანუ ამდენამეს ვაკეთებთ ერთად და სად მიდიხართ, აი რაღაცა ჩემი პროექტი და ხო იცი, მსახიობებმა იციან რაღაცებს არ ამბობენ ხოლმე. ამდენამეს ვაკეთებთ კაცო ერთად, ანუ ჩემი პროექტი რა ვიდებოდა, შენი და შენი. რა უთხრა, რა მოვიტყო. ხო თან იმ დღეს იმას ემთუ დაემთხვა რა იმ შემოქმედებით საღამოს და ამ დროს
ნიკასგან კი ვიცოდით რომ იქ მიდიოდა ანუ იქ არა ამას მიწერე Netflix-ი მეძახის არ ვიქნები მეთქი გამდოს იქავარ ეს იყო გენიალური, აი მართლა გასაოცარი. მლაშა, ფილმზე რო თქვა ორი სიტყვა და მე შემდეგი მუსიკალური ნომერი უნდა წარმატკინო. დიმიტრი ორბელიანს თამაშობს ბატონ რეზო და მაკა შალიკაშვილს ხათუნა ჩაგერიშვილი, მისი მეუღლე. ექვთიმეზე ორივე კარგად გავიცანი და ანუ მათი ეს კონტრასტული ხასიათი ძალიან საინტერესოდ მეჩვენა და სცენას რო წერდით, ანუ სპეციალურად მათთვის დავწერეთ ეს როლი აბსოლუტურად კონტრასტული ხასიათებით და ესეთი აბსოლუტურად სხვანაირი რაღაცა ბოლო დროს რაღაცა ფილმებში რასაც ვნახულობ არის რაღაცა ისეთი სერიოზული დრამატული ისეთი როლებს თამაშობს და ამ დროს რაღაც ექვთიმეზეც ან ჩვეულებრივი ისეთი არაჩვეულებრივად შეასრულა მაგრამ ნუ ისეთი ისტორიული დრამატული ფიგურა იყო და რაღაცა მომენტებში პირად ურთიერთობებში აღმოვაჩინე რომ სასწაული იუმორის გრძნობა აქვს და კარგად თამაშობს კომედიას, აი ძალიან კარგად და აი მეთქი და მას იქიდან გაჩნდა იდეა რომ ორივეს ეთამაშა ბატონო რეზო